ბოლო დღეებში გრიპის ვირუსის გავრცელების გამო მოსახლეობის ნაწილი პანიკამ მოიცვა. სააფთიაქო ქსელებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დიდი რაოდენობით იყიდება. არიან თუ არა ინფორმირებულები მოქალაქეები თუ როგორ დაიცვან თავი ვირუსისაგან და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, თრიალეთის მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები მათთვის ცნობილია და ისინი შეძლების დაგვარად ცდილობენ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას. ეხლა ისეთი ვირუსებია, რომ რა ვიცი, ძალიან გართულებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ხალხმრავლობას უნდა მოერიდო, თუ სახლში იგრძნობს სიცხიანობას, ხველებას, მაშინ თუ ოჯახის ექიმს უნდა მიმართო. ან ნებისმიერ კლინიკაში, სადაც მოხვდები, მგონი ეხლა ექიმები ამ შემთხვევაში უარს არავინ არ ეტყვის. კარანტინიც არის გამოცხადებული. ბატონო, კარანტინიც არის გამოცხადებული. კარანტინი გამოცხადებულია საავადმყოფოებში, რა თქმა უნდა, ძალიან სწორია. იმდენი მნახველი მიდის იქიდან უფრო მეტი ვირუსი ხვდებათ, ვიდრე იქიდან. კი, ეგ სწორია, მაგრამ სამაგიეროდ მედიკამენტებია ძალიან ძვირი შვილო. აი ეხლა ავეში მივდივარ და გული მისკდება უკვე რა დაჯდება ჩემი თანხა. მაგრამ მასიური ეპიდემიაა ეს და რამ გამოიწირა? ვერ გეტყვი ეხლა რა თვითონ ვერ ადგემე რამ გამოიწია ზოგი ღორის ვირუს გრიპს ეძახის ზოგი რას ეძახის მაგრამ ეხლა ისეთი ის არის რომ თოვლი გვიან მოვიდა ჰაერი ნაკლებად გაიწმინდა რავი ყველაფერი შეიძლება საკვებზედაც ბევრი რამეა დამოკიდებული ისეთ საკვებს ვიღებთ ჩვენი რო იყოს ჯანაბას უცხოეთიდან შემოსულ საკვებს გაყინულს გაუბედურებულს პირადი პროფილაქტიკით ხელების სუფთა და ხალხმრავალ ადგილებს ერიდოს და ექიმმა რა უნდა გითხრას ჰიგიენა დაიცავი და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდეთ არა მე მგონი ეპიდემია უკვე და არ ამბობენ რომ ხალხი არ დააშინო ოჯახურ პირობებში როგორაც შეიძლება ისე უნდა მიხედოს საკუთარ თავს ნუ რამდენადაც ამბობენ მეორე ცოტაოდან შველის რაღაცას წინა სანამ შეხვდება რა დაავადება და რაღაცა ალბათ ესეც უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში ოჯახურ კურნალებაზე ვიტახე კარანტინი ცხადდება რომ მის იქით ფარგლებს გარეთ არ გავიდეს ის დაავადება და ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია რომ ესე უნდა იყოს ღმერთმა რა ქნას რიცხვი გაიზარდეს ავატყობთ არის რიცხვი და ის შიგნით რომლებიც არიან უკვე დაინფიცირებული ისინი იმკურნალებენ და გამოვლენ და კარანტინის მოიხსნება ეს მიმაჩნია სანამ ვირუსი შეგხვდება, ხელები უნდა დავიბანოთ მალ-მალე საფანით, უნდა ოთახი გავანეაოთ, სველი წესით დავალაგოთ, რა თქმა უნდა და ჰაერზე უნდა ყვავდეს ბავშვები. და შეგხვდება თუ არა გრიპი, ექიმს უნდა მივაკითხოთ ოჯახის ექიმს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოჯახის ექიმისგან მოვდივარ, რეკომენდაციები მივიღე და ეხლა წამლები უნდა ვიყიდო აფთიაქში. აი რა რეკომენდაციები მიიღეთ? მივიღეთ რეკომენდაციები მივიღეთ ის რომ ეს წამლები უნდა მივიღოთ დროზე, სითხეები უნდა მივიღოთ. ჰაერი უნდა გავანეაოთ ისევ და ისევ ოთახი ჰაერი უნდა გქონდეს ოთახში და თუ გაგვიჭირდა თქვა ან სუნთქვა ან ცოტა მდგომარეობა გართულდა ისე უნდა მივიდეთ ექიმთან. ექიმს უნდა მივაკითხოთ ყოველ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ ექიმის გარეშე. კარანტინი ძალიან კარგია, მომწონს ეგაზრი, იმიტომ რომ არ უნდა შევიდნენ ბავშვებთან თუ დიდებთან გარეშე პირები, იმიტომ რომ იმას სხვა ვირუსი შეიძლება შეიტანოს და გართულდეს იმათი მდგომარეობა. კი, ან გამოიტანოს გარეთ. მედიკოსების თქმით, მოქალაქემ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, თუ კი მას განუვითარდა მკვეთრად გამოხატული გაცივების სიმპტომები. ეს არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, ჩივილები კუჭნაწლავის მხრივ, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე და ამ მომენტისთვის პლუს ერთი რომელიმე დაავადება, თანდაყოლილი ქრონიკული ან მიმდინარე. ძირითადად მყარი და სტაბილური იმუნიტეტის პირობებში გრიპის მიერ გართულებები შედარებით ნაკლებია და ასე ვთქვათ ადამიანები მძიმე ჩარევების გარეშე ახდენენ ასე ვთქვათ რჩებიან ხოლო რაც შეეხება თანხლები ქრონიკულ პათოლოგიებს ამ შემთხვევაში იმუნოსუპრესიის პირობებში საკმარისად მძიმეა ამ პაციენტებთან მუშაობა და საკმარისად რთულია მათი განარჩენა. ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით ამ დრომდე გრიპის ვირუსით ქვეყანაში 10 ადამიანია გარდაცვლილი.